სოფელ უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ვთავთ უწყებას. გამარჯობა, მოგესალმებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონდაზვერის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადარეული კონდაზვეროთი ღონისძიების შედეგად ჯაშუშობისთვის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაგავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. სისხლსამართლის საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით. გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებებით. საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ, ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეო გადაღება. საქართველოში სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო და ვიდეო გადაღება და სხვა. კონდაზვერის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც გადაბირებული იქნენ ამავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციების შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას. საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალური სიზუსტის შესწავლის მიზნით გამოძიების ფარგლებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. დაგავებულს ბრალდება ჯაშუშობისთვის წარედგინება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით, რაც 8-დან 12 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ კიდევ ორ პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ჯაშუშობისთვის დაუსწრებლად წარედგინებად ბრალდება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით. მიმავლობაში მყოფი პირების მიმართ ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადება საერთაშორისო ძებნა. მადლობა ყურადღებისთვის. პირდაპირ ეთერში ვუსმენდით სუსში გამართულ ბრიფინგს.